პროპაგანდაზე იმობს სტუდია მონიტორის Facebook-ის დაბლოკვას. თქვა მარი დუდუნიამ, მონიტორის ჟურნალისტმა. იცით რა დაწერა იმედმა მონიტორის Facebook გვერდის გაქრობაზე? Facebook-მა პროპაგანდისტული სტუდია მონიტორის გვერდი წაშალაო. მოდით ამ პოსტის კომენტარებსაც შევხედოთ. პროპაგანდისტვის ვინაა დასანქცირებული დაგავიწყდათ? თქვენ რომ მაინც სანქცირებული დარჩით და პროპაგანდისტული თქვენ გეწოდებათ, მაგაზეც გითხარით ორი სიტყვა. ამ ამბავს გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანიც, რომელმაც დაახლოებით თქვა: მონიტორის სანდოობის შესახებ კითხვებზე პასუხი თავად Facebook-მა გასცა და სტუდია მონიტორის გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალაო. მონიტორის Facebook-ი რამდენიმე საათში აღდგა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელ მედიასთან ამ ფორმით ბრძოლის. მანამდე კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად გათიშული იყო მათი YouTube-იც. თანაც Facebook-ის გაქრობა იცით როდის მოხდა? იმ დღეს, როცა კოლცენტრების თაღლითებზე ახალი გამოძიების გამოქვეყნებას გეგმავდნენ. და მაინც, რადგან ეს ამბავი სათავისოდ გამოიყენეს, მოდით იმედსა და ქართულ ოცნებასაც რაღაცეები გავახსენოთ. იმედს ხომ არ დაავიწყდა 2023 წლის ივნისი, როცა Facebook-მა მათ გვერდს საჯაროდ წვდომა შეუზღუდა. ან წელს მაისში, რომ მათი იმედი ნიუსის Facebook გვერდი აღარ იცეფნებოდა. ისიც გავიხსენოთ მეტამ საქართველოს მთავრობასთან ასოცირებული Facebook-ის 80 ანგარიში, 9 ჯგუფი და Instagram-ის 2 ანგარიში რომ წაშალა, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო. ამ გვერდებით რეკლამებში დაახლოებით $23,000 დაიხარჯა. 2024 წელს Facebook-მა წაშალა რუსეთიდან მართული გვერდები, რომლებიც რუსულ კანონზე ოცნებას მხარს უჭერდნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ წელს თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმედსა და პოსტივს, განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისთვის უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ. ერთია, რას ამბობენ იმედი და ქართული ოცნება საკუთარი ნარატივის გასავრცელებლად და მეორე, რას ამბობს ფაქტები. აი ფაქტი სოლიდარობას უცხადებს სტუდია მონიტორს და მხარს უჭერს დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკას. და აუცილებლად, თავისუფლება მზია ამაღლობელს.